მოგესალმებით საყვარელ გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეხლა გაგიკეთებთ გაშლას, როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა. ვარიანტი გვექნება 3. პირველი, მეორე, მესამე. ვაკეთებთ 3 განსხვავებულ დასტაზე, ჩიკოლი, მანარა და ილუმინატების ტარო. ჩაიფიქრეთ, რომელი დასტა მიგიზიდავთ, ან ნუმერაციის მიხედვით, ან უბრალოდ მიანდეთ ინტუიციას. ხუთშორის ინტუიცია მუშაობს პირველი 6 წამი. პირველი საიტაც გაგექცევათ თვალი, ის იქნება თქვენი ვარიანტი და დავიწყოთ პირველი ვარიანტი. როგორ განვითარდება თქვენი მოვლენები? ნახოთ ჯერ რანაირ ენერგიებში ხართ. განვლებული ხართ სიახლისკენ ისწრაფით. შეიძლება აქ ვიღაცა უბრალოდ გამოცარიელებული იყოს, მაგრამ ეს ყველა ვარიანტში ძალიან პოზიტიურ კარტად აღვიქვამე. ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ თქვენ ახლა სიმსუბუქეს გრძნობთ, არ ვიცი. ელოდებით რაღაცას, ვეცელოდებით, თითქოს ცოტა ქარაფშუტა ენერგიებში ხართ. რა თვალსაზრით? იმ თვალსაზრისით, რომ თითქოს დამშვიდდით, და ელოდებით, რომ რაღაცა ბედი თავისით განაგებს ყველაფერს. რაღაცა აღარ იცით არაფრისთვის. უბრალოდ ოცნებობთ და რაღაცა ახალ შანსებს ელოდებთ. კარგით, ნახოთ ახლა გადავიდეთ ჩვენს კითხვაზე. როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა ახლო მომავალში? რა იქნება? შესაძლოა ვიღაცა მანძილზე იყოს, შესაძლოა თქვენ ხართ ძალიან ლამაზი, მიმზიდველი, შეიძლება პოპულარული და აქ ეს თქვენი პარტნიორი თითქოს რაღაცა ძალიან მიზერულ რაღაცას გაწყვით, ის რაც თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ცოტა, ეს შეიძლება იყოს ბევრი რამე. მზე თქვენ აქ შეიძლება თქვენ ჩაფიქრებულ პარტნიორზე გაცილებით პატარა იყოთ ასაკით, იმიტომ რომ არკანი სულელი, არკანი მზე, ან შეიძლება ეგეთი ხართ, რაღაცნაირი უბერებელი, ცოტა ეგოისტი, მაგრამ აქ მე ჯანსაღ ეგოიზმს ვხედავ, ვერ ვხედავ რაღაცას ისეთს, ცოტა ჯანსაღად ეგოისტები ყველანი უნდა ვიყოთ. როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა? აქ მე ვხედავ დეპრესიას, რთული პერიოდი გელოდებათ, მაგრამ შემდეგ გადიხართ იმპერატრიცაში. იმპერატრიცა რა არის ამ შემთხვევაში? აქ არის სიყვარული და არის მოძრაობა. ამ წუთას ვერ ვხედავ, რომ რაღაცა ურთიერთობა კარდინალურად რაღაცა ახალ სახეს მიიღებს, ან მთლიანად დაცილდებით, ან რაღაცა იქორწინებთ, ან რაღაცა ასეთ რადიკალურ ცვლილებებს ვერ ვხედავ, მაგრამ ვხედავ გაუმჯობესებას, ვხედავ სურვილს ორივე მხრიდან, რომ ურთიერთობა წარიმართოს უკეთესად, რაც თავარია არის ორმხრივი გრძნობა აქ. ძალიან დიდი მადლობა ყველას პირველი ვარიანტს, ვინც უყურეთ, ახლა გადავიდეთ მეორე ვარიანტზე და ნახოთ რა ენერგიებში ხართ. მეორე ვარიანტს ვაკეთებთ მანარაზე. აქ თქვენ მამაკაცის თუ ქალის მნიშვნელობა არ აქვს, უყურებთ. გული დაიპყარით, შეჭამეთ. ცოტა ტოქსიკურსაც ვხედავ. თქვენ ხართ სასწაულად მიმზიდველი, იდუმალი. რაღაცა თამაშს ვხედავ აქ თქვენი მხრიდან. თქვენ აქ ზუსტად იცით, როგორ მიიმწყდიოთ კუთხეში ეს ადამიანი, თითქოს ემოციური თვალსაზრისით. როგორ ჩააგდოთ ის საგონებელში, საფიქრალში, როგორ მოანატროთ თავი. აქ რაღაც ძალიან კეკუცები ხარ, ძალიან მოგწონთ თქვენ თავი, ეს ძალიან კარგია. ახლა შეიძლება ახაც რაღაცა ანიბრანჭებით, ან რაღაცა პროცედურაზე ხართ ჩაწერილი. ახაც ფიქრობთ რაღაცა შეიძლება ახალი სამოსის საყიდლად მიდიოდეთ, რაღაცნაირ ემოციებში ხართ და თქვენ დამანგრეველი ენერგია გაქვთ. კი თქვენ ენერგიას ვნახულობთ, მაგრამ
ან გუჩვენებს რომ ეს ტერმინი მოულოდნელად ან დაგირეკავთ ან მოვა. მაშინ როცა თქვენ არ ველოდებით. ესეც საკმაოდ ისეთი სიურპრიზებით ახსავს ვაჟბატონია თუ ქალბატონი. კარგით, როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა და ერთი არკანი ამოტრიალდა მზე. რაღაცა თქვენთვის იქნება ნათელი, გახდება ნათელი, რაც აქამდე იყო უცნობი, ოღონდ ეს იქნება კარგი სიახლე. ამ ეტაპზე მიჩვენებს, რომ თითქოს ერთმანეთის მიმართ არანაირი დიდი ვალდებულებები არ გაქვთ. შეიძლება ეს იყოს ახალი ურთიერთობა, შეიძლება უბრალოდ ეგეთი მოლაპარაკება გქონდეს, რომ მოდი მე შენ ჩემთვის, როცა გვინდა რა ვიცი, ერთად. აი რაღაცა ეგეთ სიტუაციას მიჩვენებს. თუ ესე არ არის, მაშინ ეს არ არის თქვენი ვარიანტი და არ უყუროთ. როგორ განვითარდება ურთიერთობა? ადამიანს უნდა აქვს თქვენ ჩაფიქრებულ პარტნიორს რომ რაღაცა ცნობათა მორევში ჩაგითლიოთ და აქ არის გამეორება წარსული სცენარის. აი როგორც ხდებოდა ადრე, ისე გაგრძელდება თითქოს. აქაც რაღაცა კარდინალურ სიახლეებს ვერ ვხედავ. ვხედავ რომ რაღაცნაირად თქვენ ხართ, თქვენი ხასიათიდან გამომდინარე რომ ხართ ეგეთი კეკლუცი, ენერგიული, სექსუალური რაღაცაში ინიციატივას გამოიჩენთ და რა გინდათ ამას. თქვენ გინდათ რომ დასაჯოთ ეს ადამიანი? რატო არ ვიცი? თქვენ ეს ბევრჯერ გექნიათ, თითქოს განზრახვის ნერვებზე თამაშობთ. ურთიერთობა როგორ განვითარდება? აქ გექნებათ ინტიმი, თუ გაქვთ. თუ არ გქონიათ ჯერ, მაინც ალბათ გექნებათ. მაგრამ მე აქ თქვენ ჩაფიქრებულ პარტნიორს ხედავ თითქოს განცალკევებულად. წყვილად კარტი დღესდღეობით არ აღვიქვავთ. კი, არის რაღაც, ვხედავ რაღაცა კომუნიკაციას, რაღაცა კეკლუცობას, გაბრანჭოს. შეიძლება ძალიან ახალი ეტაპი იყოს, მაგრამ ჯერჯერობით უახლოეს მომავალში მაინც რაღაცა ცალ-ცალკე ერთეულად ვხედავთ. ესეთი გამოგვივიდა მეორე ვარიანტი. მადლობა ყველას, ვინც უყურეთ და გადავედით მესამეზე. ჩემს ყველაზე გადარეულ დასტაზე შიკორის გადარეულების არ ვიცი, ჩემთვის ყველა მის არკანი რაღაც ცოტა არაადეკვატურთან ასოცირდება. რა ენერგიებში ხართ? ცოტა შეშინებული ხართ. მაგრამ ტყუილად ხართ შეშინებული. გრძნობების მორევში ხართ. ამის გამო რაღაცა აგრესიულ ტალღაზე ხართ. აქ კარტირი ხართ, აქ ჩხუბობთ. მაგრამ ეს ყველაფერი არ გიშლით, რომ თქვენი კომფორტის შექმნათ, თქვენი კომფორტის ზონაში დარჩეთ. იმიტომ რომ თქვენ აქ იმპერატრიცა ხართ. 7 გაწონასწორებული ადამიანი, რომელმაც იცის რა უნდა, რომელმაც ისწავლა დატკბეს წვრილმანებით და თავი იხსნოს სასიამოვნოდ და ბედნიერად. ნახოთ როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა. აქ ბევრი ხართ ეხლა დაცილებულები, მაგრამ აუცილებლად იქნება ახალი დასაწყისი. ვინც ელოდებით აუცილებლად იქნება. მაგრამ ეს იქნება თქვენთვის თავის მოტყუება. იმიტომ რომ ამ ურთიერთობით თქვენ თავს ჭამთ ნელ-ნელა. კი, გემრიელია, ტორტი აქ ნახეთ ეს გოგონას ქვემო ბოლო არის მთლიანად რაღაცა კექსი, ტორტი, არ ვიცი. აი რაღაცა ეს ადამიანი გჭამთ, თქვენ თავს ჭამთ და ბოლო ჯამში რა იქნება? ბოლო ჯამში მე არ მომწრების მერე უახლოს მომავალი მაქსიმუმ 1-3 თვე შეგიძლიათ ჩაიფიქროთ. გექნებათ აქ შეხვედრა. რითიც თქვენ დარჩებით სხვა საკმაოდ კმაყოფილი და რაღაცა გადაწყვეტილებასაც მიიღებთ. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მიყურეთ. ვისაც არ აქვს ჩემი გამოწერილი გამომწერეთ, პირადი გაშლებისთვის მომართეთ აღწერაში მითითებულ ნომერზე WhatsApp-ის საშუალებით. ძალიან დიდი მადლობა ყველას.